23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. წიგნის დღე 1996 წლიდან აღინიშნება. იუნესკომ ეს თარიღი იმის გამო დააწესა, რომ განათლების ხარისხი და კულტურული ტრადიციები აემაღლებინა. რამდენად აქტიურია ქართველი მკითხველი და რა სახის ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას. ამის გარკვევას ბათუმის წიგნების მაღაზიებში შევეცადეთ. მაღაზია წიგნები ბათუმში დამაარსებელი ამბობს, რომ ქართველი მკითხველი ბოლო დროს გააქტიურდა. მარიამ კორინთელის ინფორმაციით, იმატა მოთხოვნა თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე. კოელიო, ფამუქი, რემარკი, საბავშვო წიგნები ქართველი მკითხველი უპირატესობას ამ ლიტერატურას ანიჭებს. სფეროში დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ მხატვრული ლიტერატურის არჩევანი საკმაოდ დიდია. სხვადასხვა გამომცემლები წიგნებს ინტენსიურად თარგმნიან, რაც შესაძლოა წიგნზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. რამდენად აკმაყოფილებს ქართული წიგნის ბაზარი მომხმარებელთა მოთხოვნას, მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობთ. ძირითადად, რა თქმა უნდა, საბავშვო წიგნები არის მოთხოვნადი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მშობელი ცდილობს რაღაცნაირად ბავშვს კითხვაში ეყვაროს და გარდა საბავშვო წიგნებისა, უფრო თანამედროვე ლიტერატურაზე, ბესტსელერ და ძალიან გაყიდვად ავტორებზე მოთხოვნა, მაგალითად, ფამუქი არის ძალიან პოპულარული ამ ბოლო დროს, ჟანრული ლიტერატურის პოპულარობიდან გამომდინარე, სტივენ კინგის წიგნები გახდა ძალიან გაყიდვადი. ასევე ახალგაზრდებში შმიტი არის პოპულარული.